კეთილი იყოს. რა მოხდა? დღეს ადრე მოხვედი. დღეს ასე გამოვიდა. სერკამ ბოლოდ საქმე არ დარჩა შენთვის? არ დარჩა. ჩემს ოთახში ავალ. Eda. Mamida. Ginde rame. Ar vitsi. Ikneb çay. Qava. Xili an deserti. Ara madloba. Რაღაცაზე გინდა დამალაპარაკო. დიახ. გავგიჟდები რომ არ დაგელაპარაკო. მოდი დაჯექი. რა მოხდა? eda. არ გადანაშაულებ. მესმის ამის მიზეზი გქონდა. მაგრამ ჯობდა გეთქვა. ჯობდა რომ გეთქვა. რას გულისხმობ? ვიცი რომ შენ და სერკანმა შეთანხმებაზე მოაწერეთ ხელი. ვიცი რომ ეს ყველაფერი თამაშია. ვიცი რომ ეს სწავლის გამო გააკეთე. ბოდიშს ვიხდი. მამიდა ბოდიშს ვიხდი. ვერ გითხარი. ეს ვერ გავაკეთე. ძალიან ბრაზობ ჩემზე. რას ამბობ შვილო? უბრალოდ ძალიან მწყინს. მწყინს რომ ჩემს გამო ისეთ გამოვავალ მდგომარეობაში იყავი რომ იძულებულმა მოაწერა ხელი შეთანხმებას. ეგ ჩემით გავაკეთე. შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემით გავაკეთე. ყველაფერი რომ მომეგვარებინა. ხომ იცი რომ ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს. ვიცი, მაგრამ ვერ ვიზრუნე შენზე. განათლება ვერ მოგეცი ისეთი როგორცაც იმსახურებ. მამიდა, რას ამბობ? ყველაფერი შენგან ვისწავლე. ძალებს შენგან ვიკრებ. გთხოვ, ნუ იქცევი ასე, არ გინდა. კარგი, კარგი. უკეთ ვარ საუბრის მერე. კარგი. შენსა და სერკან შორის არის რამე? არა. არ ყოფილა. უпростоრად ვერ იქნებოდა. eda. არ მინდა იმ ბოლათებს რომ შეხვდე. ეს საქმე დასრულდა. არ იღელვა. თანაც ჩემთვის კარგი ამბავი მაქვს. რა? უნივერსიტეტიდან დამირეკეს. იტალიის უნივერსიტეტს უნდა დამიბრუნოს უფასად სწავლის უფლება. შეხვედრაზე დამიბარეს. ძალიან მიხარია. ვერ ხვდები რატომ? როგორ გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ მგონი შესანიშნავია. ცხადია შესანიშნავია, დიდებული შესაძლებლობაა. მაგრამ რატომ? ან საიდან? ეტყობა მიხვდნენ რომ შენ ამას იმსახურებ. მართალი ხარ, ალბათ. გოგოებს შევატყობინებ. ხო. მე ჩაის დავადგამ, ერთად დავლიოთ. ძალიან მიხარია. გოგოება. ხვალ იტალიაში მივფრინე. რა? შეხვედრა მაქვს უფასო სწავლასთან დაკავშირებით. თუ გამოვა შანსი მექნება ბოლო წელი იქ ვისწავლო. და უნივერსიტეტი დავამთავრო. მერე სიძე? მას თავისი კომპანია და თავისი ცხოვრება აქვს. საცოლეც ყავს.
გოგოებო, გრძელი ისტორიაა, მერე მოგიყვებით. ახლა კი შეგვიძლია ყველაფერი განზე გადავდოთ და გავიხაროთ მოცემული სტიპენდიით. გილოცავთ. ძალიან მიხარია, დადა. უკვე მომენატრეთ. დადა. ედა სათხარ. ენგინს უნდა შევხვდე, ოღონდ ცოტა ხნით. სახლში ვარ, ნივთებს ვალაგებ. აუცილებლად მოვალ, წასვლამდე გნახავ. კარგი, შეხვედრის მერე მეც მოვალ. მელო. დროებით. სერქანი, სახლში რატომ არის ახლა? იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. იმედია. სერქან, რა ხდება ასეთ დროს სახლში რატომ ხარ? ბატონო სერქან, ფერი არ გადეთ. კარგად ხართ? არაფერია, ხომ ასეა? ღმერთი ჩემო, არა დედა, კარგად ვარ. არ მინდა რომ შემაწუხონ. დღეს სახლში ვარ. ცოტა ცხელი მომაჩვენა. ეს საუბრები იტალიაში წასვლაზე და ასე შემდეგ ძალიან მიხარია. ედას ამბავი. მაგრამ არ მოგატყუებ რომ ცოტა მეწყინა. ძალიან შეგეჩვიეთ, ჯერენ. ჩვენ კი შენ შეგეჩვიეთ, ენგინ. ედას და სერქანის სათობით კამაც ვარ შესწრებული. მაგრამ არც ერთხელ არ მევიქრე რომ მათი ურთიერთობა ყალბია. ვერ დავეჯერე. მე როგორც ედეს ადვოკატმა სრულად წავიკითხე მათი შეთანხმება. დღემდე ვერც მე ვიჯერებ მაგას. იმიტომ რომ მათ მზერაში სიყვარულია. იცი რამდენი ხანია ვისმენდით ედას ფანტაზიებს. როგორ გაანადგურებდა მას? დიახ. და როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ედაც შეიცვალა. სულ სხვანაირი გახდა. სიყვარულმა თუ არა, სხვა რამ ჩაიდინა ასეთი რამ. სერქანი სულ სხვანაირი გახდა. ასეთი არ მინახავს. მაგრამ სერქანი სელინთან წავა. ასეა. ედამ კი ლამაზად შეფუთა. თვითონ იტალიაში მეფრენავს. ყოველ შემთხვევაში, ედა ოცნებას აისრულებს, რომელიც თავის დროზე სერქანის გამო ვერ აისრულა. კარგი და შენ? eda თუ წავა შენ არ დაგტოვებ ხომ ასეა? სერკანი და შენ ჩემი კლიენტები ხართ. მაგარია. ანუ ახლა კოლეგები ვართ. არა, ეგ არ მეგულისხმია. ჩვენ მეგობრები ვართ. ძალიან კარგია შენთან ყველაფერზე რომ შემიძლია საუბარი. მეგობარო. არ მინდა ამის დაკარგვა. არც მე მინდა. მოდი ნუ ვიქნებით სერქანივით და ედასავით. იმიტომ რომ ამდენი გრძნობის შეკავებით ადამიანი აი რაღაც პერიოდის მერე შეიძლება ავად გახდეს. ხო. რა ხდება?
ხუმრობა. კარგი, გონს მოდი სერგან. კარგად ხარ. არაფერია. სერგან, ბატონო სერგან, ბალახების ჩაი მოგიმზადეთ. დაღლილობას მოგიხსნეთ. მიდი, ეს დალია და მოგეშვება ძვირფასო. მიდი. აი, მართლა არაფერი არ მინდა. კარგად ვარ. სერგან, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ გაფუჭებულია. მაგრამ მისმინე, დედა, სეიფი. საკუთარ თავთან მარტო მინდა დარჩე, სულ მარტო მინდა ყოფნა. არ მინდა რომ შემაწუხონ. ამიტომ გთხოვთ. წადით, ძალიან გთხოვთ. წადით. კარგი? მადლობა. რაღაც აწუხებს. ასეთი მაშინ ხდება, როცა ძალიან მოწყენილია. ტელეფონი მომეცი. ქალბატონ ედას უნდა დაურეკოთ? ნუ სულელობ სეიფი. სელინ, პატარა პრობლემა გვაქვს. სერგანი თავს ცუდად გრძნობს. რა სჭირს? არითმია აქვს. ოპლიანობს და ჩვენი დანახვა არ უნდა. იქნებ შემოირბინო მასთან. შემოვირბენ, მაგრამ უშველეს? ცხადია უშველეს ძვირფასო. ოღონდ მანამდე ჩემთან შემოიარე და ვილაპარაკოთ ცოტა. კარგი. დროებით. წამოდი. თქვენ წადით. მე მივალაგებ აკავრობას და მოვალ. კარგი. ფერიდ ბოდირს გიხდი, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდე ქალბატონ აიდანთან. დალაპარაკება უნდა. როდის დაბრუნდები? ძალიან მალე პირდები. სელინ, ვალდებული ხარ ახლა წახვიდე. მომეცი სახლიდან გასვლა არ შეუძლია. კარგი იქნება მე თუ მივალ. კარგი. გისმენთ. ქალბატონო ედა. იცით, ბატონი სერგანი ძალიან ცუდად არის. რა მოუვიდა? არ ვიცი, სუსტად არის. გახშირებული გულის სამა აქვს და თან მისუსტებულია. მე რა შემიძლია გავაკეთო? ფიქრობ, თქვენ ხართ მისი ექიმი და მისი წამალიც. გასაგებია ბატონო სეიფი, მადლობა რომ შემატყობინეთ. ბატონო სერგან, ისეთი არაფერია. ფიზიკურად საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებით. ქალბატონო დელეკ, სიმართლე გითხრათ, მე ასე არ ვფიქრობ. ამიტომ მოდით. საავადმყოფოში წავალ და რამდენიმე ანალიზ გავიკეთებ. ფიქრობ არ ღერს. ბატონო სერგან, თქვენი მდგომარეობა ფსიქოსომატურია. ფსიქოსომატური? დიახ. ეგ როგორ? თქვენმა ზედმეტმა მღელვარებამ შეიძლება პანიკური შეტევა გამოიწვიოს. ამის გამო შეიძლება იფიქროთ, რომ გულის პრობლემები გაქვთ. კარგი. და ეს პანიკური შეტევები როგორ მოვიშორო? პირველ რიგში ყველაფერი უნდა აღმოფხრათ, რაც გაწუხებთ. თავის შორს დაიჭირეთ იმისგან, რაც გაღიზიანებთ. თუ შეგიძლიათ, შესაძლებელი თუ არის, გააკეთეთ ის, რაც გადუნებთ. იყავით იმ ადამიანებთან, ვინც კარგად ზემოქმედებს თქვენზე.
გასაგებია. სამწუხაროდ ჩემს მდგომარეობაში ეს შეუძლებელია, ქალბატონო დელეკ. მაინც ცადეთ ის, რაც გითხარით. თავს ბევრად უკეთი გრძნობთ. კარგი, მაშინ კარგად იყავით ბატონო სერგა. მადლობა. სეიფი, არ არის საჭირო. სეიფი, უნგიხარი, კარგად ვარ მეთქი. დიახ, ბატონმა სეიფიმ შემატყობინა, მაგრამ მე ვარ. მართლა კარგად ხარ? ო, კარგად ვარ. სიცხე გაქვს, ოღონდ ძალიან მაღალი არა. ამისთვის თერმომეტრი არსებობს, ედა. თერმომეტრი ტემპერატურას ზომავს. მე კი შენს სახეზე შეხებით თითქოს შენში გავიარე და ყველაფერი ვიგრძენი. იცი რა მოგიხდება? ვიცი, კარგად ვიცი, მაგრამ მოცემულ მომენტში ეჭვმებარება ყველაფერში. ცაცხვი ჩაის მოგიმზადებ და დავბრუნდები. უკვე აღარაფერი მესმის. უბრალოდ სერგანის პასუხსველი. რაღა დამრჩენია. მესმის შენი. სერგანი იმდენად ამაყია, რომ ვერ გეუბნება ფერიც დაშორდიო. როგორც არ უნდა უნდოდეს. ამიტომაც მივეცი 2 დღე. მესმის ეს მისთვის რთული გადაწყვეტილებაა. ალბათ ამიტომაც გახდა ავად. ეგ როგორ? ანუ ავად იმიტომ გახდა, რომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო? საკუთარ თავსაც კი არ უტყდება. ომიცი ავად ხდება, როცა ძალიან ნერვიულობს. იქნებ დაელაპარაკო. ფიქრობ, რომ მოუხდება. კარგი, დაველაპარაკები. ედა, მართლა არ არის საჭირო არაფერი, კარგად ვარ. წამალი დალიე? დავლია. დავასრულოთ მუშაობა. და ავადმყოფის პოზიციაში გადავიდეთ. შენ გაკანკალებს. არა, კარგად ვარ. ეს რაღაც ფსიქოლოგიურია, წამლები დამენიშნეს. ცოტა რთული წამლები. მაგრამ კარგად ვარ. ყველაფერი გაივლის. შენ რატომ მოხვედი? წავიდე? არა, დარჩი. არ წახვიდე. უბრალოდ მაინტერესებს. სანამ ჩაი ადუღდება, წვნიანს მოგიმზადებ. არა, ედა, არ წახვიდე. მოდი, ჩემოჯიქი, ცოტა ველაპარაკოთ. მე კარგად ვარ. არ მჭირდება წვნიანი, მადლობა. ესეც საკმარისია. კარგი. მე რაღაც მინდა რომ გითხრა. მე გამარჯობა. სერგან, კარგად ხარ? ო, კარგად ვარ, სელინ, კარგად ვარ. არ მესმის, სეიფის რატომ აზვიადებს ასე ყველაფერს? ჩვეულებრივი გაციებაა. შენ მხოლოდ მაშინ ხარ ავად, როცა უხასიათოდ ხარ. ან გულდაწყვეტილი. ყველა მიცის ეს ჩემს გარდა. მე აქ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ცაცხვის ჩაით ვუმკლავდები. ეგ ნორმალურია. მე ხომ მას დიდი ხანია ვიცნობ. თქვენის ნებართვით. თხოვო სეიფის ჩაი ან წვნიანი მოგიმზადოს. არა, საჭირო არ არის. ედა მისედაც მომიმზადა. სიმართლე გითხრა, ერთადერთი რაც მჭირდება ეს მხოლოდ ძილია. კარგი. რადგან დასვენება გინდა წავალ. კარგი. მე ველაპარაკოთ. ვილაპარაკოთ. შეხვედრამდე. სარკანი არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ გვერდით არავინ უნდა. მე მაინც დავრჩები.
უცებ რამე რომ დასჭირდეს მე აქ ვარ ბატონი სეიფია სირიუსია კარგი შეხვედრამდე არ მგონია კიდევ შევხვდეთ რა სილამაზია როგორც კი მომზადდება ერთ თეფშს სიძეს წავღებ გემრიელად მიირთვას ნუ მაიძულებ შევეშვა საქმეს მელო რა არის ამაში ისეთი გაიგო რომ ედა სამსახურიდან მიდის და ავად გახდა საწყალი თქვენ რა ვერ ხედავთ სადაც სერკამბოლათია იქ პრობლემებია ანუ ახლა ავად რომ გახდა ყველაფერი დავივიწყოთ ნერვები მეშლება მაგ კაცის გამო 156 ჯერ თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს სიყვარულია ადამიანი შეყვარებულია რა არის ამაში ისეთი როცა ადამიანი შეყვარებულია ცოტა გაუგებარი ხდება შეიძლება ამოუხსნელი საქციელი ჩაიდინოს ეს უბრალო ავადმყოფობა არ არის ის არ არის შეყვარებული რა გაყვირებს დაუაიფერ მელო ის უბრალოდ საქმიანი ადამიანია რომელმაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი სულ ეს არის რა ის მხოლოდ თავის თავზე ღელავს ედაც დაარწმუნა შენ მე ყველას გვეთამაშება არის ითქმა გინდა დაუაიფერ ვერაფერი გავიგე ანუ არ იცოდით ხომ არა ამ პროფესიონალი მსახიობები ხართ და მატყუებთ მელო შენც მონაწილეობ ამაში მელო გთხოვ შენ მართლა აღარ ვიცი ვინ მონაწილეობს ამაში დავიბენი უკვე დაუაიფერ რას ამბობ ყველაფერი უნდა აგვიხსნა ედას და სერკანის ნიშნობა თავიდანვე ყალბია რა დიახ ბატონი სერკანი იმისთვის რომ სელინი ეჭვიანებინა ედას სამსახურის შესთავაზა რომ მათ ურთიერთობაზე ემოქმედა სამსახურის შესთავაზა ის კი სტიპენდიის უნივერსიტეტის გამო დათანხმდა სხვა რა უნდა ექნა ყველაზე საინტერესო ის არის რომ ქალბატონი აიდანიც ამ საქმეშია ჩარეული ჩვენ ყველა მოგვატყუეს ეს ქორწილი ეს ჯილდოები ეს საჩუქრები ყველაფერი ტყუილი იყო ტყუილი დიახ ტყუილი მურჩა ედა რა რა ლამაზი ხარ ეს წამლები შეიძლება ჰალუცინაციის მიზეზი გახდეს მიდი დაიძინე უკვე არა არ მეძინება ეს პატარა პრინცია იქაც არის სხვადასხვა ენაზე კოლექცია გაქვს ჩემი არა დაბადებიდან მამა ჩემი პატარა პრინცს ყიდულობდა როგორი იღბლიანი ხარ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია შემიძლია ავიღო რა თქმა უნდა დიდი ხანია უკვე აღარ ვკითხულობ გემკითხავა წიგნით მკითხაობა მუსიკით კითხაობა წიგნით კარგი გვერდი მითხარი მე-16 შენს პლანეტაზე თქვა პატარა პრინცმა ადამიანები ერთ ბაღში 5000 ვარდს ზრდიან და ვერ პოულობენ იმას, რასაც ეძებენ. არა და ის, რასაც ისინი ეძებენ, შეუძლიათ ერთადერთ ვარდში იპოვონ. ლამაზია. ეს შენი აზრია. გვერდი 8.
მთელი მსოფლიო გავაჩუმე იმისთვის, რომ შენ გესაუბრა. როგორ გიყვარს საკუთარი თავი? ახლა შენი ჯერია. გვერდი 62. თანაც ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე ჭეშმარიტებას. სიტყვების დასაქციელის მიუხედავად უნდა განმეხილა. ეს მშვენიერი არომატი სინათლეს ასხივებდა. მარტო არ დავტოვებ მას. ახლა შენი ჯერია. გვერდიო 43. ეკლები არაფრად ვარგა. ამბობენ, რომ ცოტყვავილებს ახასიათებთ. ყვავილები უმანკო ქმნილებები არიან. მათ არ იციან ბოროტება რა არის. მთელი ძალებით ცდილობენ საკუთარი თავი ერწყმუნონ და ეკლებს როცა ხედავენ, თვლიან, რომ გაძლიერდნენ. მე წავალ მაშინ. შეგიძლია რომ ცოტა ხნით კიდევ დარჩემ. კარგი, დავრჩები. მანამ სანამ არ დავიძინებ, მომიყევი. იტალიაში რასაპირებ? კარგი, მოგიყვები. პირველივე ჩასვლაზე ყველა ბოტანიკურ ბაღს და რომის ნაძვებს შევისწავლი. მერე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავაშურები. ვერ დაიჯერები, მხოლოდ არქივები აქვთ. მე მგონი გინახავს. ყოველ დღე თითო წიგნს წავიკითხავ. ყოველდღე დავლევ დიდებულ ესპრესოს და მივირთმევ ნაყინს. სად? დედა, სად არის ჩემი ძმა? შილა, არ მინდა საზღვარგარეთ მარტო წასვლა. დედამ წამლები მიიღო, ზინავს. წამოდი. სად? მოდი შილა. წამოდი. არ მინდა საზღვარგარეთ წასვლა. ასე აჯობებს, დამიჯერე. მართლა. მაგრამ იქ არავინ მყავს, არ გამიშვა, არ მინდა. შილა, მომისმენა? იქ ძალიან ბევრი მეგობარი გეყოლება. შენთან და დედასთან მინდა ყოფნა. ჩემი ძმა სად არის? ძმასთან მინდა. შეგიძლია ჩაჯდა. დედა. მამა. არ მინდა წასვლა. თქო. გემოდარები, დარჩი ჩემთან. სერგან, სიზმარი გესიზმრება. ძალიან მცივა. ედა,
არ დამტოვა. შენთან ერთად მეც წამავალ. სად? სადაც გინდა. იტალიაში წამავალ. ძალიან მცირე. მცირე. რა ხდება ალთეკინ? აიდან, ჩემს ოთახში მწერები გაჩნდნენ. შემიძლია რომ ამ საღამოს აქ დარჩემ. წინააღმდეგი თუ არ ხარ? ერთი პირობით. რაც გინდა. იმ დივანს გაათავისუფლებ. არ არის საჭირო. თვითონ წავიდა. შვენიერია. ისე სხვათა შორის შენ როდის გაათავისუფლებ შენს მასწავლებელს? ძალიან მალე. როგორც ჩანს, აქ დასაძინებლად არ მოსულ ხარ. მე მარცხნივ მძინავს. შენ კი მარჯვნივ. eda. eda. შენ აქ დარჩი? ხო, შენ მთხოვე. მითხარი არ წახვიდეო. მე გთხოვე? არ მახსოვს. ანუ ერთი წუთი. როგორ არ გახსოვს? აი ასე არ მახსოვს და მორჩა. ალბათ წამლებმა იმოქმედეს ასე. კოშმარები მესიზმრებოდა. რამე სისულელე ხომ არ გითხარი? არა, არ გითქვამს. eda, კარგად ხარ? დიახ. აბაზანაში შევალ და მერე ერთად ვისაუზმოთ.
კარგი? მართლა არაფერი გახსოვს? არა. არ მახსოვს. კარგი, მალე დავბრუნდები. გამარჯობა ენგენ. სადილის მერე კრებას მოვაწყობ, სერქანი არ არის და გუნდი სულ დაეშალა, უნდა შევკრათ. არ ვიცი როგორ არის გუნდი, მაგრამ სერქანი ვერ არის. ვერ ვიჯერებ ავად რომ გახდა და ოფისში არ მოვიდა. იმიტომ რომ სერქანი რობოტი არ არის. ისიც ადამიანია. კარგი. სამსახურზე და თათბირზე ველაპარაკოთ. თუ კი ცდილობ დააწებო გულები, რომლებიც გატეხე, ყვავილები მაგისტვის არ არის საკმარისი ენგენ. ამისთვის ძვირად ღირებული კანფეტები და ჩანთებია საჭირო. რას გულისხმობ? ტანსაცმელი, აქსესუარები. უბრალოდ თაიგული არ გაჭრის. იქნებ გვირგვინი. თუმცა ვიფიქრე და ვერც გვირგვინით მოიგებ მის გულს. არა, რას ამბობ, ჩვენ ხომ ჯერენზე ვლაპარაკობთ. ის სტაჟიორი ადვოკატია და საკმაოდ თავმდებელია. იცი რა ღირს მისი ერთი ჩანთა? მე რა ვიცი. ყურადღება არ მიმიქცევია. გეტყობა. კარგი, რა ჩემი საქმეა. მითხარი როცა მოიცლი და თათბირი გავმართოთ. eda. ქალბატონო აიდან. გძალიათ? ცალია, მოდი eda. მოდი დაჯექი. ჩემი და სერქანის შეთანხმება დასრულდა. სერქანი და სელინი გაერთიანდებიან. მართლა? ამ საღამოს იტალიაში მივფრინავ. გადავწყვიტე და გემშვიდობოთ. რის გაკეთებას აპირებიქ? თქვენს კომპანიას სტიპენდია ვთხოვე. უნივერსიტეტის ბოლო კურსი რომ დამემთავრებინა. გამახსენდა. ესე იგი სერქანმა სტიპენდია დაგიბრუნა. შენ კი შეთანხმება გაწყვიტე. არა, სხვანაირად იყო. არაფერია, კარგი. მინდოდა მეთქვა, ნახვამდის. კარგი და სტიპენდიის გამო თუ არა? მაშინ რატომ დაიწყე ეს თამაში? სერქანის გამო. eda. ძალიან განსაკუთრებული გოგო ხარ. ასეთ მოკლე დროში ბევრი ცვლილება შემოიტანე ჩვენში. სერქანში, ჩემში და ალთაკინშიც კი. მე არაფერი გამიკეთებია, შენ გააკეთე. მტვერი ჩამოგფერთხე. სერქანს გაახსენე, რომ ცოცხალია. მაგრამ ახლა
სერკანმა წარსულის შეცდომა უნდა გამოასწოროს და სელინთან დაბრუნდეს. მას სჭირდება ვინმე, ვინც იცნობს მას, ვისაც ის ენდობა.